კიდევ ერთი ქართული ბიზნესის წარმატებაზე და აღიარებაზე გიყვებით. კომპანია LTH Group-მა Wyndham Hotels and Resorts-ის გლობალურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ლას-ვეგასში გაიმართა და მინდა გითხრათ, არა მხოლოდ მონაწილეობა მიიღო LTH Group-მა, არამედ კომპანიამ ახალ ბაზარზე Wyndham-ის ბრენდის წარმატებით დანერგვისთვის ჯილდოც დაიმსახურა La Quinta by Wyndham Batumi. მიერ მიღებული Wyndham International Opening Award-ის გლობალურ დონეზე ხაზგასმით მიუთითებს მასზეც, რომ პროექტი წარმატებით პასუხობს ბრენდის უმაღლეს სტანდარტებს და წარმოადგენს რეგიონში გლობალური ბრენდის წარმატებული დანერგვის თვალსაჩინო მაგალითს. ამერიკული მხარის მხრიდან აღიარების შესახებ დეტალებს ახლა სიუჟეტიდან გიყვებით, რამდენიმე წუთში თემაზე უკვე კომპანიის წარმომადგენელს და ერთ-ერთ დირექტორს უმასპინძლებთ. And please, Gulja, bring the team on board. Wyndham-ის ბრენდის ახალ ბაზარზე წარმატებით დანერგვისთვის კომპანია LTH Group-მა Wyndham International Opening Award-ის ჯილდო მიიღო. კომპანია როგორც რეგიონში პირველი La Quinta by Wyndham-ის სასტუმროს მფლობელი და ოფიციალური პარტნიორი გლობალურ კონფერენციაში პირველად მონაწილეობდა. მონაწილეობასთან ერთად კი ის უკვე პრესტიჟული ჯილდოს მფლობელიც გახდა, რაც საქართველოსა და მთლიანად კავკასიის რეგიონის საერთაშორისო ტურისტულ რუკაზე პოზიციონირებისთვის მნიშვნელოვანი აღიარებაა. La Quinta by Wyndham Batumis მიერ მიღებული პრიზი ხაზგასმით მიუთითებს იმაზე, რომ ის წარმოადგენს რეგიონში გლობალური ბრენდის წარმატებული დანერგვის თვალსაჩინო მაგალითს. La Quinta-ს შერჩევა მისი უნიკალური კონცეფციით იყო განპირობებული, რომელიც საერთაშორისო სტანდარტს, თანამედროვე დიზაინს, კომფორტსა და ხელმისაწვდომობას აერთიანებს. სწორედ ეს ხდის მას განსაკუთრებით მიმზიდველს როგორც ტურისტებისთვის, ისე საქმიანი ვიზიტორებისთვის. ლას-ვეგასში გამართულ კონფერენციაში LTH Group-ის დამფუძნებელი ელგუჯა თურმანიძე, გენერალური დირექტორი მამუკა მახარაძე, HR დირექტორი ანა ჯიოშვილი და კომერციული დირექტორი ვალერი გურგენაძე მონაწილეობდნენ. სასტუმრო, რომელიც ახალ ბათუმში სულ ცოტა ხნის წინ გაიხსნა, სხვადასხვა კატეგორიის კომფორტულ ნომრებს, სპა ცენტრს, ფიტნეს დარბაზს, რესტორანს, ბარსა და მრავალფუნქციურ საკონფერენციო სივრცეებს მოიცავს. პროექტის საინვესტიციო მოცულობა 25 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მზაობას საერთაშორისო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და აძლიერებს ნდობას უცხოელი ინვესტორების თვალში. La Quinta by Wyndham Batumi არა მხოლოდ ახალ სასტუმროს, არამედ ქალაქისა და რეგიონის ეკონომიკური და ტურისტული გაძლიერების პლატფორმას წარმოადგენს, რითაც ბათუმის როგორც საერთაშორისო დონის საკურორტო ქალაქის პოზიციონირება კიდევ უფრო მყარდება. Wyndham Hotels and Resorts მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და ავტორიტეტული სასტუმრო ქსელია, რომელიც 95-ზე მეტ ქვეყანაში 9000-ზე მეტ სასტუმროს აერთიანებს. მისი წარმომადგენლობა საქართველოში ნიშნავს არა მხოლოდ ტურიზმის განვითარებას, არამედ ქვეყნის ინტეგრაციას გლობალურ სტუმარმასპინძლობის რუკაზე. Wyndham Hotels and Resorts მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და ავტორიტეტული სასტუმრო ქსელია, რომელიც 95-ზე მეტ ქვეყანაში 9000-ზე მეტ სასტუმროს აერთიანებს. კომპანია LTH Group კი ქვეყანაში თანამედროვე ქალაქური ცხოვრების განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების შექმნას განაგრძობს, მათ შორისაა LTH კვარტალი ბათუმში და ესპანური კვარტალი თბილისში. სამომავლოდ კომპანია ახალი ლოკაციების ათვისებას და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას გეგმავს.